ამჟამად ვიმყოფები ხონში იმ შენობასთან, რომელიც არის სადაო, ეს არის მოსეხონელის პირველი ნომერში მდებარე შენობა, რომელშიც ამ წუთებში შეკრებილები არიან ქართული ოცნების აქტივისტები, ისინი არიან შეკრებილი დავით ჭავჭანიძის ბიუროს ოთახში, ეს არის მაჟორიტარი დეპუტატი, ისინი ითხოვენ, რომ ამ შენობიდან მთლიანად გავიდნენ ნაციონალური მოძრაობის წევრები, ამის პარალელურად ასევე ახალგაზრდული კავშირის ლიგის წევრები, რომლებიც არიან ასევე ამ აქციის ორგანიზატორები, აცხადებენ, რომ შენობის ნაწილის შესყიდვა სურს ლევან ბობოხიძეს, რომელიც არის აკაკი ბობოხიძის ძმა და ხონში არის ნაციონალური მოძრაობის ორგანიზაციის ხელმძღვანელი და ისინი ამბობენ, რომ ამ შენობას არ დაუთმობენ ლევან ბობოხიძეს. აქციის მონაწილეებმა შენობის წინ დაწვეს ლევან ბობოხიძის ფიტული, მოგვიანებით კი ისინი შევიდნენ დავით ჭავჭანიძის სამუშაო ოთახში, ჩამოხსნეს მიხეილ სააკაშვილის სურათი და ისიც დაწვეს საჯაროდ. გადი ჩაკეტე გამოგიდეთ რა ყველა გიდოდეთ აპრილის იმაში აქციებზე რა გათახსინებულებო ჩვენ ვართ მოყალატეები ჩვენ რა ხალხო მაგია აგვისტოს ომის დროს თურმე გაიარო ომში მიდიოდა ბიჭი შეისყიდა დაალაგა 2000 ლარს ამ წუთში ნოტარიუსთან ერთად რაც აქვს მაგას გადახდილი აი ამ ჩვენ შენობაში აი წუთში ნოტარიუსთან ერთად გადმოაფორმოთ ახალგაზრდებზე ეს პრეზიდენტი არის ის კაცი რომელიც მას ეს ბანდა გამოყო იმისთვის რომ ჩვენ დაშინებით დააჭერით ცემით მე ხალი ვარ ის რომელიც მცემეს ბობოხიძეები შეკვეთილი ცემა 10 დღის განმავლობაში მე წოლითი რეჟიმი მქონდა თავის მსუბუქი შერყევა მქონდა. შემოგვეჭრენ რა ერთი სიტყვით დატოვეთ ოთახი და ოთახს ჩვენ ვერ დავტოვებთ. სამსახურია, დეპუტატის ბიუროა, სამსახურის ხელმძღვანელი ვარ. ამ ფორმით რო შემოგვივარდნენ და გამყარონ გარეთ ჩვენ ამ ფორმით გარეთ არ გავალ ბატონმა ლევან ბობოხიძემ ამ ფართის გარკვეული ნაწილი ღია აუქციონზე 2008 წლის 8 აგვისტოს შეიძინა. ეს ფაქტობრივად იყო გარიგება ბობოხიძეებსა და ამ სახელმწიფო სტრუქტურას შორის. არ ველოდით თუ კი ამის შემდეგ მოვლენები ამდაგვარად განვითარდებოდა. ამის შემდეგ მოხდა ისე, რომ შემოგვითვალა ბატონო ბობოხიძემ, რომ მალეო ამ შენობიდანაც გაკრითო. მერე მოვიდა რეგიონალური სამსახურიდან ქონების მართვის, სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს იმერეთის რეგიონალური სამსახურის წარმომადგენელი და გითხრა, რომ ეს ფართიო არც სახელმწიფო სახელზეაო რეგისტრირებული საჯარო რეესტრში და არც თქვენი ორგანიზაციის სახელზეაო და თუ თქვენიაო დაირეგისტრიროთ. თუ არა, სხვა შემთხვევაში ჩვენ მაგას ავზომავთო, იმიტომ არისო ხალხიო, რომელიც ითხოვსო ამისო შესყიდვასო და იყიდიანო. მე სხვა წყაროებით გავიგეთ ჩვენ საახლობლოს მეშვეობით, რომ ბატონ ლევან ბობოხიძეს ქონია შეტანილი. რაც შეეხება დავით ჭავჭანიძეს, ვის ოთახთანაც ამ წუთებში იმყოფებიან აქციის მონაწილეები, ის ამ დრომდე შენობაში არ გამოჩენილა და სავარაუდოდ ხონშიც არ იმყოფება. ხონში არ იმყოფება ასევე ლევან ბობოხიძეს, მან განმარტებები ქუთაისში გააკეთა და ის აცხადებს, რომ მისთვის ქართული ოცნების აქტივისტების პრეტენზიები გაურკვეველია. არანაირ კავშირში არ არის აქ ჩემის აზრით ფართები რა. ის რომ ვიღაც მოქალაქეები დღეს მე შემოვიცვლენ ოფისში, ჯერთი ვერ გააკვენეს ჩემი ოფისი ნამდვილად არ არის და არის დაქირავებული ოფისი, სხვათა შორის საქართველოს პარლამენტის აპარატის მიმართ. მე არ მინდა ამ ფაქტებს ეს ვთვლი რომ იგეგმება, მოდი ასე ვთქვათ, სადღაც და ჩემი თხოვნა და მოწოდება იქნება. თუ ვაჟკაცები ხართ, მე ვარ ლევან ბობოხიძე და მე მომივარდით ოღონდ თქვენ და რა ის რიგით ადამიანებს რო ავალებთ რაღაცებს. ჩვენ ვრჩებით ხონში იმ სადაო შენობასთან მოსეხონელის პირველ ნომერში და ველოდებით მოვლენების განვითარებას, როგორც იცით, აქ საკმაოდ დაძაბული სიტუაცია იყო, ამ წუთებში აქ პატრულიც პატრულირებს.